როდესაც ჩვენ C-ზე ვწერთ პროგრამას და გარკვეული თვალსაზრისით დიდი ამოცანებობს გადასაჭრელი, სასურველია რომ ეს ამოცანა დავყოთ ნაწილებად და შემდეგ ამ ნაწილებისთვის დავწეროთ პატარ-პატარა ინსტრუმენტები. და ამის შემდეგ მთლიანობაში დავაკავშიროთ ეს ინსტრუმენტები ერთმანეთთან. ამ თემაში ჩვენ ვისწავლით სწორედ ამას და შევისწავლით იმ საფუძვლებს, როგორც შეიძლება ამ პატარა ინსტრუმენტების აგება და ერთმანეთთან დაკავშირება. და პირველი რითიც მინდა რომ დავიწყო, ეს არის არგუმენტებიანი main ფუნქცია. და მოდი გავაკეთოთ ფაილი და დავარქვათ argmain.c. რა საჭირო არის ახლა ეს არგუმენტებიანი main ფუნქცია? ჩვენ როდესაც პროგრამას დავწერთ და დავაკომპილირებთ უკვე, როდესაც რაღაცის შეცვლა მოგვინდება პროგრამის სრულობის დროს, ჩვენ არ უნდა დაგვჭირდეს ყოველწუთას ახლიდან დაკომპილირება ამ ჩვენი პატარა ინსტრუმენტის. სწორედ ამიტომ რაღაცნაირად უნდა შეგვეძლოს რომ შევცვალოთ პროგრამის მუშაობის შედეგები და პროცესი. ამისთვის არსებობს არგუმენტებიანი main ფუნქცია, რომელიც გამოიყურება ესეთნაირად. მას აქვს ორი ესეთი არგუმენტი, argc და ესეთი რა argv. ეხლა რეებია ესენი, ამას აგიხსნით. როდესაც ჩვენ კონსოლიდან ვიძახებთ ჩვენს მიერ დაკომპილირებულ პროგრამას, მას შეგვიძლია გადავცეთ ჩვენ პარამეტრები რაღაც. და სწორედ ეს პარამეტრები სტრიქონების სახით მოდის აი ამ ჩვენს main-ში ესეთნაირად. რაც შეეხება აი ამ arg-სიცვლად, ეს არის იმ პარამეტრების რაოდენობა, რაც გადმოვეცით ჩვენს პროგრამას. მოდი ახლა დავწეროთ ძალიან მარტივი პროგრამა და უბრალოდ დავბეჭდოთ ის მნიშვნელობები, რასაც გადავცემთ ჩვენს პროგრამას. დავწეროთ ციკლი და სადაც უბრალოდ დავბეჭდავთ აი ამ გადმოცემულ ნიშნულობებს. დავაკომპილიროთ ახლა ეს და ვნახოთ როგორ იმუშავებს. დაკომპილირდა, აი ახლა გამოვიძახოთ. დავწეროთ პროგრამის სახელი argmain და გადავცეთ ჩვენი პარამეტრები. და როგორც ხედავთ, დაგვიბეჭდა ეს ჩვენს მიერ გადაცემული პარამეტრები და პირველი მნიშვნელობა, როგორც ხედავთ, არის თავად პროგრამის სახელი. ხოლო დანარჩენი უკვე არის ის პარამეტრები, რასაც ჩვენ ვაწვდით ამ ჩვენს პროგრამას. ანუ იმის და მიხედვით თუ რას გადავცემთ აქ, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ პროგრამის მსვლელობის პროცესი და მივიღოთ სხვადასხვა შედეგი.